მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია საქართველოს ეროვნული გესტალტ ინსტიტუტის სტუდენტი და სარეაბილიტაციო ცენტრის გამოსავალი, თანადამოკიდებულების სპეციალისტი ტატა ნიკოლაძე. გამარჯობა ტატა და მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის. და თქვენ მომავალი გესტალტ თერაპევტი ხართ, მაგრამ უკვე კარგი ხანია მუშაობთ გამოსავალში თანადამოკიდებულების კუთხით. და არაერთი ტრენინგი, არაერთი შეხვედრა გაქვთ უკვე ჩატარებული და მე ვიცი რომ რაღაც საგანმანათლებლო მოღვაწეობაც გაქვთ ამ ადამიანებთან, რომელსაც არანაკლებ უჭირს ვიდრე თვითონ დამოკიდებულ ადამიანს, იმიტომ რომ თანადამოკიდებულებაც ესეთივე დამოკიდებულებაა, როგორც ნებისმიერ ადიქტს აქვს. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა შეეხება ფსიქიკის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან მექანიზმებს, რომელიც არის დაცვითი მექანიზმები და ფსიქიკა როგორც მთლიანი სისტემა, ფსიქიკა როგორც თვით აღდგენადი სისტემა, როგორც იერარქიული, ჰოლისტური, ძალიან დინამიური, მას შეუძლია წყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ისევ თვით აღდგენითი პროცესები წამოიწყოს და ის მუდამ იცავს თავს. ეს დაცვითი მექანიზმები ძირითადად და შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად არაცნობიერია, ანუ ჩვენ მას ვერ ვაცნობიერებთ, მაგრამ მათ შორის არსებობს ცოტა უმწიფარი დაცვითი მექანიზმები და ცოტა აი ეს დასრულის ან ვიტყოდი ისეთი ადამიანის, რომელიც უფრო მეტად აცნობიერებს. მეტად აცნობიერებს სად არის თვითონ ამ მომენტში. მოდით ვისაუბროთ დაცვით მექანიზმებზე, მოდით რა არის ეს დაცვა, რას გულისხმობს დაცვა და რა ტიპის, როგორც ვიცით, ბევრნაირი სხვადასხვა თეორიაში, სხვადასხვა რაოდენობით არის, მაგრამ მაინც ძირითადად რომ მიმოვიხილოთ ეს დაცვითი მექანიზმი. ისე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ის, რომ ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია, აი თქვენ ახსენეთ საგანმანათლებლო ნაწილი და ეს საინფორმაციოს ვიტყოდი უფრო ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში არის ხოლმე ესეთი სესიები, რომელიც სწორედ ამას ემსახურება, რომ ადამიანებმა იცოდნენ, ინფორმაცია ქონდეთ იმაზე, რასთან აქვს საქმე და რა თქმა უნდა, ბევრად უფრო შეიარაღებულია ადამიანი, როცა ცოდნა აქვს რაღაც საკითხის მიმართ, რომელიც ასე მწვავედ დგას დღის წესრიგში, ხო, მისთვის. და რა თქმა უნდა, თანადამოკიდებულების ჩვენ ვიცით, რომ მექანიზმი აბსოლუტურად საერთოა, თანადამოკიდებულება, დამოკიდებულება ერთნაირად მუშაობს, უბრალოდ სხვადასხვა გამოვლინება აქვს და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ვფიქრობ საკითხი არის სწორედ ამ დაცვითი მექანიზმების გაცნობიერება. შეიძლება ახლა ესე პირდაპირ ვერ მოხდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ცოდნა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ესე იგი დაცვითი მექანიზმი და რა როლს ასრულებს ადამიანის ფსიქიკაში, ხო? ფსიქიკა ავტომატურად ამას აკეთებს და რომ ადამიანს შეეძლოს ამოიცნოს თავისი დაცვითი მექანიზმი, ეს უკვე დიდი საქმეა იმისთვის, რომ შეეძლოს გარედან შეხედოს, დააფიქსიროს, სახელი დაარქვას და მე რაღაც გამკლავების გზებიც ეძიოს, ხო, ამასთან მიმართებით. ძალიან ბევრია ნამდვილად ეს დაცვითი მექანიზმი სხვადასხვა თეორიაში და მაგალითად ფროიდი ამბობდა, რომ ფსიქიკის თავარი ამოცანა ფსიქოლოგიური არის, რომ განიტვირთოს, ან განიმუხტოს. თუმცა მე ჰუმანისტებმა, როგორც იყო მასლოუ და როჯერსი, თქვეს, რომ არა, ეს არ არის მთავარი და მთავარი არის თვითაქტუალიზაცია და ასე შემდეგ, მაგრამ სხვადასხვა თეორიაში სხვადასხვა დაცვითი მექანიზმები აუცილებლად წარმოდგენილია, იმიტომ რომ ეს არის გარდაუვალი, ხო? ადამიანის ფსიქიკა თავს იცავს წარე და მტკივნეული რეალობისგან და ახლა ჩვენ არ ვიცი ყველას მოვასწრებთ თუ არა, მაგრამ საკმაოდ ჩაშლილი არის, რაოდენობრივად ბევრი გამოდის, მაგრამ რამდენიმეზე მაინც თუ ვისაუბრებთ, უკვე მგონია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას შეეძლოს, რომ თავი ამოიცნოს გარკვეულ ნაწილში მაინც და შეძლოს გარკვეული ანალიზის გაკეთება საკუთარი ქცევის მიმართებით, ხო? მაგალითად, თუ შეგვიძლია რომ გადავიდეთ უკვე უშუალოდ დაცვით მექანიზმებზე, შეგვიძლია განვიხილოთ მაგალითად ქცევითი
გამოხატვა რომელიც არის აი ესეც რა თქმა უნდა ავტომატურად დაცვითი მექანიზმი რომელიც იმის გამო რომ ადამიანი ბრაზს და წყენას დიდხანს ატარებს და არ გამოხატავს ვერბალურად დაუშვათ და ემოციას ვერ გამოხატავს სხვადასხვა მიზეზის გამო რომელიც შეიძლება ძალიან ღრმა ბავშვობიდან მოდიოდეს ხო გროვდება და იმის გამო რომ აუცილებლად რაღაცაში უნდა გამოიხატოს, პირდაპირ ქცევაში გამოიხატება და შეიძლება ძალიან ესეთი გაკვირვებულიც დარჩეს გარშემო საზოგადოება, იმიტომ რომ ეს არასდროს ადამიანმა არ გაახმოვანა, ემოცია არ გამოხატა, ვერ დაარქვა სახელი, მაგრამ ქცევაში პირდაპირ ესე უხეშად, ხო, აი რაღაც მაგალითი მომყავს ხოლმე, რომ შეიძლება პარტნიორებს შორის მოხდეს ესეთი რომ ძალიან დიდხანს გამოუხატავი ემოციის შედეგად პირდაპირ დაუშვათ შეკრული ბარგი დაახვედროს პარტნიორს, ხო? რომელიც ძალიან უცნაურად შეიძლება გამოიყურებოდეს, იმიტომ რომ თითქოს არ ჩანდა, რომ რაღაცა ისე არ არის, როგორც წარმოგვიდგენია. ანუ გაჩხერა ფიქსაცია წყენაში. რაღაცა, როდესაც რაღაცა ეთკინა ადამიანს და აი რომ ეთკინა ეს ვერ გამოხატა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აუცილებლად სხეული ინახავს, მეხსიერება აქვს სხეულს თავისი და ყველაფერს ინახავს, რა თქმა უნდა. საერთოდ ცოტა გადავეჩვიეთ მე მგონი ადამიანებით საკუთარი თავის მოსმენას და ეს ერთი არის ხო სხეულის მოსმენას, ერთი არის მე ვის შეუძლია გამოხატოს ვის არა, მაგრამ იმის ამოცნობა რას გძნობდა, რა ემოციასთან მაქვს ახლა ამ წუთას საქმე, ესეც ძალიან დიდი საქმეა და როგორც აღმოჩნდა ძალიან ესეთი ხშირი არ არის, რომ ადამიანი სწორად ასახელებდეს, დიახ. გარდა ამისა, კიდე რა შეგვიძლია, აი უარყოფა მაგალითად, როგორც დაცვითი მექანიზმი, ხო, ძალიან ხშირი, ძალიან ესეთი თვალსაჩინო, როცა ადამიანი იმის გამო რომ ვერ უმკლავდება სისასტიკეს არის თუ მტკივნეულობას დაუშვათ რეალობის, მისი ფსიქიკა ავტომატურად ირჩევს ამ ფორმატს, რომ აი თითქოს არ არის. ეს პრობლემა არ არსებობს, ხო? დამოკიდებულება თანადამოკიდებულების სფეროში ძალიან მკაფიოდ არის და ძალიან ხშირად გვხვდება, რომ არ არის პრობლემა, ანუ გარშემო ყველა ამჩნევს, ხედავს და იცის კიდეც ფაქტებად, მაგრამ ახლობელი ადამიანი ან თავად დამოკიდებულიც ხშირად ამას არ აღიარებს, იმიტომ რომ ამასთან თვალის გასწორება უბრალოდ არ შეუძლია მის ფსიქიკას და ამ დაცვით მექანიზმში გარბის, ასე ვთქვათ, ხო, ბჭყალებში. ესეც ძალიან ესეთია. ერთ-ერთი მართლაც ყველაზე ერთ-ერთი რეგრესული დაცვითი მექანიზმი, როდესაც ადამიანი გარბის რეალობის უარყოფაში. ისედაც უარყოფაა, ხო, დამახინჯება ათასნაირი რეალობის, იმიტომ რომ გადავრჩე ვამახინჯებ მას, მაგრამ უარყოფა ზოგს ეხმარება სრულიად აირიდოს პასუხისმგებლობა იმ დღის წესრიგზე, რაც აქვს, რაში ცხოვრობს, საკუთარ თავზე, ოჯახზე და ასე შემდეგ და მართლაც ძალიან მტკივნეულობის გამო სწორედ დანადამოკიდებულებს და დამოკიდებულებს ერთ-ერთი უარყვან, რომ არაფერი არ მჭირს, ეს შენ გჭირს, თორემ მე არა, სხვებს გჭირს, თორემ მე არაფერი, როცა მინდა გავუმკლავდები. და ზოგადად ხო ეს პასუხისმგებლობის საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია, აღმოჩნდა, რომ ძალიან უჭირს ადამიანს საკუთარ ქცევაზე, საკუთარ ემოციაზე, საკუთარი ცხოვრების რაღაც, რა ვიცი, ზოგადად ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღება. და ესეც რაღაც წილად ამაში გამოშვივის, ხო, რომ პასუხისმგებლობას თუ ავიღებ, მე მაშინ უნდა რეალობას თვალებში შევხედო და ვთქვა, ჩემთვის უთხრა, გამოუტყდა. და უნდა მტკივნეული იყოს და ნუ აი ეს გაქცევა, ასე ვთქვათ, ამ სახით დაცვითი მექანიზმები ამ როლს ასრულებს, რომ ადამიანმა რაღაცნაირად შეიმსუბუქოს მტკივნეული რეალობა, ხო? აი ძალიან საინტერესოა მაგალითად ინტელექტუალიზაცია ან რაციონალიზაცია, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ რაღაცეების მსჯელობით, დასაბუთებით და კოგნიტური მექანიზმებით ახსნას თავისი მდგომარეობა და შეიძლება დაიწყოს მეუბრალოდ ესე მეგონა, ასე ვფიქრობდი და სინამდვილეში ეს იყოს სწორედ იმ გადატანა ყურადღების, აი და იქნებ ამ ორ მექანიზმზე გითხრათ.
კი ბატონო, ესე იგი რაციონალიზაციაც ძალიან ხშირად გვხდება ის, რომ მე ყველანაირ ჩემ ქცევას შემიძლია რომ ლოგიკური ახსნა მოუძებნო და ამით თავი დავიმშვიდო, რომ რა თქმა უნდა ამას თავის საფუძველი ქონდა, აბა სხვანაირად როგორ, ესეც ძალიან ხშირი არის. აი და ძალიან ხშირი არის ხა ჩემი გამოცდილებით უკვე თანადამოკიდებულებთან, იმიტომ რომ დედას ან მეუღლეს, ხო, თავის უძვირფასეს ადამიანზე, როცა არის ლაპარაკი, ხო, ძალიან რთული საკითხია ზოგადად. როგორ შეიძლება, რომ ასეთ მტკივნეულ სინამდვილეს შევხედოთ, როცა ხედავ, რომ ადამიანი რაღაცა დესტრუქციისკენ არის უფრო მიმართული, ხო? და რაციონალიზაცია ძალიან ხშირია, როცა დედა იგივე და მაგალითად ამბობს, რომ როგორ მე თუ არ გავაკონტროლე და მე თუ არ ვნახე ვინ ემესიჯება და უშუალოდ რაღაც მსგავსი, ეს ხო შეიძლება დაიღუპოს, იქ ხო უნდა მივიცოდე რა გარემოში ტრიალებს და ასე შემდეგ. თითქოს ეს რამეს ცვლიდეს და თითქოს მართლა შეიძლებაოდეს, რომ ამითი რაღაც მიმართულება შევცვალოთ. ხო, იგივე ინტელექტუალიზაცია, როცა ადამიანი ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს, რაღაც მეტი წიგნი წაიკითხოს ან მეტ რაღაცას უსმინოს, იგივე გადაცემას ან ასე შემდეგ, იმისთვის, რომ ცოდნა დააგროვოს გარკვეული საკითხის შესახებ, რაც სინამდვილეში ასევე არ ცვლის რეალობას და იმის მაგივრად, რომ რეალობას თვალებში შეხედოს, ხო, ადამიანმა ამითი იმშვიდებს თავს, ხო, შეილობს და ფილოსოფოსობს, იმდიდრებს ცოდნას ამასთან დაკავშირებით. ეს სხვადასხვა ქართულ ანდაზებში ერთი არის კატავერ შეწუდაძე ხვსაო, პარასკევია დღესაო. ანუ რაღაცას რასაც ვერ ვაკეთებ, ან არ ვაკეთებ, ან არ შემიძლია. იმას უძებნი რაღაც რაციონალურ, ანუ ისეთ შეფუთვას ვაკეთებ, რომ თითქოს შეუძლებელია, თითქოს ამის გაკეთება ჩემი არჩევანია. და ეს სხვა გზა არ ქონდა, რაღაც ეგეთი. ანუ ეს ამ მსჯელობას ემოციის გარეშე კოგნიტური პროცესები ემსგავსება რობოტს, რობოტიზაცია ხდება. აი ყველაფერზე მსჯელობა და არსად ემოცია, ეს იმიტომ რომ ემოცია არის მთლიანად დათრგუნული. კიდე შეგვიძლია თქვათ დავუშვათ პროექცია, ძალიან საინტერესო დაცვითი მექანიზმი, რომელიც აი თითქოს უცნაურია, ხო, რომ მე რაღაცას გრძნობ, მაგრამ გაბრალებ შენ, რომ თითქოს შენი ემოცია არის და ან შენი ბრაზია. სინამდვილეში მე ჩემ ბრაზს ვერ უმკლავდები და ვერ ვარქმევ სახელს, რომ ბრაზს გრძნობ ამ წუთას და ხშირად არის აი ოჯახურ გარემოში ერთმანეთზე დაბრალება იმისი, რომ შენ ხარ თითქოს გაბრაზებული და მე ტყუილად ნუმდებ შარს, ხო, ესე ვთქვათ და საკუთარი შინაარსის მიწერა სხვაზე ზოგადად, სიტყვა პროექციაც ხო მაგას ნიშნავს და სხვათა შორის იცით რამდენჯერ მიფიქრია ის რაც ძალიან გაბრაზებს სხვაში, ის რაც ძალიან გაღიზიანებს, შეიძლება იყოს რაღაცა დაუმუშავებელი, სახელდაურქმეველი საკუთარი ამ პრობლემა, ან რაღაც შინაარსი, რომელსაც თვალს ვერ უსწორებ და ძალიან კარგად ხედავ ამას სხვაში, უბრალოდ მიაწერ სხვას და ის უკვე გაღიზიანებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქაც გააცნობიეროს ადამიანმა. ჩანაცვლება კიდე შეგვიძლია ვთქვათ, ხო, ესეთი დაცვითი მექანიზმი, რომელიც მუშაობს ესე, რომ მე შეიძლება იქ სადაც საჭიროა ეს ვერ გამოვხატო და უშუალოდ ვერ გავაკეთო რეალიზება ჩემი იგივე ემოციის, ბრაზის თუ ნებისმიერ ემოციის. და სადაც შემიძლია, სადაც უსაფრთხო გარემოს ვგრძნობ, იქ დაუშვათ გამოვხატო და შეიძლება არაფერ შუაში არ იყოს, ხო, ის სუბიექტი თუ ობიექტი უბრალოდ, მაგრამ ამეთი იმუხტება ისე და ისე ფსიქიკა და ავტომატურად მიმართავს ამ ხერხს, იმიტომ რომ იქ სადაც იცის რომ საფრთხელის და ვერ გამოხატავს, ან შეიძლება ეს არც იყოს გაცნობიერებული, კი არა, ვამბობთ რომ როგორც წესი არ არის გაცნობიერებული, ხო? ეს ჩანაცვლება, აი როდესაც მეუღლეზე გაბრაზებული ბავშვებს ეჩხუბება, სამსახურში რაღაც არ მისდის, მერე გამოდის იქიდან და უფრო სახლში აქვთ ხოლმე და ოჯახში და სხვა შორის თავისი ჭერი აქვთ, იცით, ამ გაბრაზების ადამიანებს, იმიტომ რომ ზუსტად იცის, სად გაუვა და სად არა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაცნობიერი პროცესია, მაინც აქვს რაღაც შინაგანი ეს გაჩერება, შლაგბაუმი, რომ თქოთ იმ რატო ვერ ჩხუბობს მაშინ იმასთან, თავის უფროსთან, ხო რატო ვერ პასუხობს მას. იმიტომ რომ მან იცის, რომ იქ არ გაუვა და შეიძლება სამსახური დაკარგოს და აქ ისედაც მიღებულია, აქ არაფერი ემუქრება.
და შეუძლია განმუხტვა გააკეთოს, სწორედ თქვენ ძალიან სწორად ბრძანეთ და გადატვირთვა გაუკეთოს თავის ფსიქიკას, ოღონდ აბსოლუტურად ისეთი ადამიანების ხარჯზე, ვინც არაფერ შუაში არ არიან და სხვაშიც აქ მინდა აღვნიშნო, აი როდესაც ადამიანი დაშორდება ერთ თქვათ შეყვარებულს ან ადამიანს, თუ მალევე თუ ვერ გამოიგლოვა, მოდი ესე ვთქვათ, ხო, ეს შინაარსი და მალე დაიწყო სხვასთან ურთიერთობა, მთელ იმ ნაწყენებს გადაიტანს უკვე, ჩაანაცვლებს იმ ახალი ადამიანით და ძალიან უსამართლობა გამოდის, განტვირთვა და გადატვირთვა გამოიყენო ეს ძალიან არასწორად ჩემი აზრით, იმიტომ რომ არაფერ შუაში არ არის ის ადამიანი, ვინც შეხვდა ცხოვრების რაღაც მონაკვეთში. და აქედან გამომდინარე ეს ჩანაცვლება მართლაც ძალიან საინტერესო დაცვითი მექანიზმია და კარგია თუ ამას გავაცნობიერებთ ისე როგორც ნებისმიერ სხვას. აი მაგალითად არის იზოლაცია და ყოვლის შემძლეობა, ხო, აი ესე რომ დავაწყვილოთ. არის დაუშვათ მშობლებისგან ძალიან ხშირად გვხდება. ძალიან ხშირად დედები ზრუნავენ იმაზე, რომ შვილი რაღაცნაირად სწორ გზაზე დააყენო, ხო და ამიტომ ხშირად ხვდები დედისგან აი ამ დამოკიდებულებას, რომ მე შემიძლია, მე ვიცი უკეთესად და მე შემიძლია გავაკეთო ისე, ანუ ამის რწმენა აქვს მშობელს და ეს ერთის მხრივ ძალიან გულის ამაჩუყებელია, ხო, რომ დედას გონია, რომ შეუძლია რომ აი ესეთი როგორ დამანგრეველი დაავადება როგორც არის დამოკიდებულება თავისი მექანიზმით რაღაცნაირად გამოასწოროს, ხო? და ძალიან ხშირია, რომ აი ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ, ხო, რაღაცა ისეთ ქცევას ჩადის დაუშვათ, რომელიც თვლის, რომ პირდაპირ მიემართება მისი შვილის დამოკიდებულებას და რა თქმა უნდა, ამითი არ იცვლება ხოლმე სურათი, მაგრამ მისი აი ეს რაც დასაწყისში ვთქვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან იცოდეს, რატომ აკეთებს ამას მისი ფსიქიკა, ხო? აი ამის ამოცნობა შეძლოს ნებისმიერი ადამიანის, რომელიც ცდილობს გადამრჩენლის როლის მორგებას, ხო, სხვისი მისამართით. საინტერესოა ხოლმე ყოველთვის ამის გაცნობიერება, რომ მე ეხლა შევძლო და აი ამ როლიდან გამოვიდე. და თუ არ გავაცნობიერე, ისე ვერ გამოვალ, ხო, აქედან. მართლა რა საინტერესოა, კარპმანის სამკუთხედში აღმოჩნდება ადამიანი, იმიტომ რომ ის არის თანმხსნელი, მე მსხვერპლია, იმიტომ რომ ესეთი შვილი მას ესე ჩაგრავს და მე გამოვარდება როგორც მოძალადე, იმიტომ რომ ძალადობს თავის მსხვერპლობით და აი ამ სამკუთხედიდან თუ არ გამოვიდა ადამიანი და ზოგადად შეიძლება ამ სამკუთხედში ოჯახის წევრებიც აღმოჩნდნენ სხვადასხვა დროს ეს მუდმივად ტრიალებს და ეს არის სხვათა შორის მართლაც კარგად თქვით ჩვენ კულტურაში იგივე ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია ახლობელის არ გაშვება. ხელი გაუშვი, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ხელი გაუშვი შენ შვილს, ხელი გაუშვი, წავიდეს და დედა როცა ამას უყურებს, როგორ ილეწება, როგორ ვარდება უფსრულში, თითქოს დაწვება და ქვემოდან ლეიბივით და ზემოდან დაემხობა ეს შვილი, თავს წირავს იმისთვის, რომ ოღონდ მას არ ეტკინოს და აი ეს არ ეტკინოს, ეს გაუტკივარება შესაძლებელია გახდეს კიდევ უფრო ახალი წრის დასაწყისი და მაგრამ ნამდვილად ვერ გაამტყუნებ ამაში მშობელს და საყვარელ ადამიანს, იმიტომ რომ ის რომ დაღუპას უყუროს ეს მიწოდეს თუ არ იცის, როგორ მოიქცეს არის იმისთვის ძალიან რთული. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს საინფორმაციო შეხვედრები იქნება ნებისმიერი სახით, რომ ადამიანმა, მშობელმა, უახლოესმა ადამიანმა, ძვირფასმა ადამიანმა იცოდეს, რომ რა შეუძლია გააკეთოს და რომ ამითი შეუძლია პირიქით ხელი შეუწყოს გახანგრძლივებას აი იმ გზის, რომელსაც შეიძლება ფსკერამდე მიყავდეს. და ფსკერის გარეშე კიდე ძნელია, ხო, რომ ზუსტად ჩვენ ხო ფსკერს ვერ ვნახულობთ ამის გამო, იმიტომ რომ ფსკერზე თუ ადამიანი ვერ მოხვდება, ის ვერ უბიძგებს, ასე ვთქვათ, რაღაც იქიდან ის წერტილი, საიდანაც უნდა ამოვიდეს, ის აღარ არის და ისევ ამიტომ რბილი დაცემები აქვს. თან გენანება ადამიანი მაგისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, იმიტომ რომ რისკიანიც არის, ხო, ესე ვერ იტყვი არის, შეიძლება ვერ გადარჩეს. ეს რეცეპტი არ არსებობს ამის. და მე უნდა მთელი ცხოვრება ქონდეს ადამიანს დანაშაულის განცდა და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რამდენჯერ ყოფილა ეგეთი შემთხვევა. ამიტომ სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისგებლობების გადანაწილება მანდ და რაღაც საზღვრების თემაც, იმიტომ რომ
მაინც იმ შულს თავის ცხოვრება და თქვენ ფსკერი ახსენეთ მე ძალიან ფსკერი გადაექცათ ჰორიზონტად რა თითქოს ფსკერს ვეღარ გზნობს ადამიანი ჰორიზონტზეა სადღაც და ისე განსხვავდება ჩვენი დამოკიდებული და ვთქვათ იგივე სადაც მინახავს ევროპის ქალაქში დამოკიდებულები იქ რაღაცა არიან ბომჟებივით ხო რაღაც და ჩვენთან არიან გაპრანჭულები რაღაცა კარგად მოვლილები გამოკვებილები იმიტომ რომ თავისი ანუ ქცევის შედეგს ვერ ხვდებიან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმიტომ რომ აი ეს უახლოესი გარემოცვა ამისგან იცავს და ამაში ნამდვილად ვერ გამომტყუნებ ვერც გამომტყუნებ მაგრამ ეს არის რეალობა რომ ეს ახანგრძლივებს მის ამდგომარეობას ყველაზე ესეთი რეკომენდაცია არის რა თქმა უნდა რომ ყველა მათ შორის დედამ და ოჯახის წევრმა თავის თავზე მუშაობა დაიწყოს გაეცნოს ამ დაავადებას და ასე შემდეგ მექანიზმებს რითი შეიძლება გამკლავება და თავის თავზე იმუშაოს და რაღაცნაირად მერე საერთო ამოცანაც უფრო მიღწევადია ხო. აი როგორც დიაბეტი ან რაიმე სხვა დაავადება და რო აჭმევდე ტკბილს, იმიტომ რომ გეცოდება, რომ ტკბილი უნდა და ამ დროს შეიძლება კომაში ჩავარდეს და მე აი რაღაც დაახლოებით ვერ ვაცნობიერებთ რომ ეს არის დაავადება. და რადგან დაავადება როგორც დაავადებულთან ისეთი ურთიერთობა უნდა გქონდეს. დაავადებასთან უნდა გქონდეს ურთიერთობა. ადამიანი არის უნიკალური, შეუცვლელი, უსაყვარლესი, მაგრამ თვითონ დაავადებას მართვა ჭირდება, რა თქმა უნდა და ძალიან საინტერესო აქცენტები გაქვთ ნამდვილად. არის განდევნა. ეს ნიშნავს განდევნა. განდევნაც არის აი უარყოფა ვთქვით, ხო? რაღაც არის დაახლოებით მსგავსი მექანიზმი, რომელიც იმის გამო რომ ვერ იტევს აი ამ რეალობას ტკივნეულს, ხო? განდევნის ფსიქიკიდან და თითქოს საერთოდ არ არის, ხო? არის მეხსიერებაში რაღაც ესეთი ტრავმატული დაუშვათ მოვლენები ცხოვრებაში, რომელიც უბრალოდ ადამიანს არ ახსოვს მათ შორის გაუპატიურება არ ახსოვს ზოგს. ხო, აი ესეთი ძალიან ესეთი მძაფრი მოვლენები შეიძლება იყოს განდევნილი ფსიქიკისგან, იმიტომ რომ ვერ დაიტია და ესეც არის მექანიზმი, რომელიც რომ არ არსებობდეს ადამიანს ძალიან გაუჭირდებოდა ალბათ არსებობის გაგრძელება, არა? აი, იმიტომ რომ იცით რა სხვადასხვა ძალიან კარგია, მადლობა ეს რო თქვით დიახ რომ არ არსებობდეს გაუჭირდებოდა, აი ფსიქოტიკებს არ აქვთ დაცვითი მექანიზმებს ვერ ხმარობენ, იმიტომ უჭირთ ცხოვრება და ნევროტიკებს და ჩვენნაირ ჩვეულებრივ ადამიანებს ბევრი დაცვა გვაქვს რა თქმა უნდა და მათ შორის უარყოფა დაცვითი მექანიზმი რო არ არსებობდეს ადამიანი უბრალოდ ვერ გაუძლებდა დიდ სტრესს მაგალითად დანაკარგს ადამიანურის ეს პირველი ფაზა უარყოფის რომელიც ბუფერს აკეთებს და რომელიც თვითგაუტკივა ანესტეზიას უკეთებს და გაყავს თითქოს რეალობიდან და ვერ აზროვნებს სად არის როგორ არის და მე შემოდის ბრაზით, მე შემოდის სევდით, მე შეგუებით, აი მთელი ეს პროცესები არის გასავლელი იმისთვის რომ აღდგენა მოხდეს და ეს შინაარსი თუ არ გაიარა ადამიანმა გაიტყორცნება სხეულში და მე სიმპტომების სახით მოდის დაავადებების ან არაადაპტური ქცევის პირდაპირ პატერნი წამოვა ისეთი ქცევითი და რამდენი ყოფილა რომ 45 წლის ასაკში დაიწყო რაღაც ვთქვათ მოხმარება ან თითქოს ყველაფერი გადავლილი და გამოვლილი აქვს და აბსოლუტურად არაადეკვატურია ერთი შეხედვით თვითონ ჩვენ მივეჩვიეთ რომ ეს მოზარდობაში ახალგაზრდობაში ხდება მაგრამ არა ნებისმიერ ასაკში შეიძლება ეს ადამიანს დაემატოს ძალიან ხშირია ხო თითქოს ორიენტირი უკვე ჩამოყალიბებული უნდა იყოს და ეს არაადეკვატურად გამოიყურება მაგრამ ამაში სწორედ ძალიან დიდ როლს თამაშობს სწორედ აი ეს რაღაცა განდევნილი შინაარსები მათ შორის ბავშვობის რაღაცა ტრავმები რომელსაც თქვენ სწორედ თქვით ფსიქიკა ვერანაირად ვერ უმკლავდება ან ვერ გაუმკლავდებოდა თავის აი სომატიზაციაც დაუშვათ ხო თქვენ ახსენეთ რომ რაღაცა შეიძლება გაიტყორცნოს ორგანიზმში ხო და არის ძალიან ბევრი და მე რაღაცა უფრო იქით ვიხრები რომ უმეტესობა დაავადების სომატური წარმომავლობის არის იმიტომ რომ ფსიქოსომატური ხო იმიტომ რომ აი ეს არარეალიზებული ემოციები გამოუხატავი ბრაზი ძალიან დამანგრეველი შეიძლება იყოს ორგანიზმისთვის და თუ ამან ვერ მოახდინა თავის დროზე
სადღაც გამოჩენა, ასე ვთქვათ, და გადმოღრა, ხო? ეს აუცილებლად რაღაც დაავადებით გვიბრუნდება უკან, ეს მაღალი წნევა იქნება თუ შაკიკი თუ რა ვიცი, უამრავი დაავადება, ხო? იმიტომ რომ ნებისმიერ დაავადებას აქვს თავისი ფსიქოლოგიური მდგენელი, ფსიქოგენური და ისე ბიოლოგიურიც, ისე სოციალურიც და რა ვიცი, სულიერიც სხვათა შორის განსაკუთრებით დამოკიდებულების შემთხვევაში ეს სულიერი დაავადებაც შეიძლება ჩაითვალოს, არა მარტო ბიოსამედიცინო და ფსიქოლოგიურში. კიდევ არის მაგალითად აი გამოსყიდვა, ხო, რაღაცნაირად განულება. ესეც არის დაცვითი განულება იმისა, რაც დავაშავე. არის დავუშვათ აი კონფლიქტის დროს შეიძლება რაღაც ისეთი კონფლიქტი მოხდეს ორ ადამიანს შორის, რომ თითქოს დაინგრა ურთიერთობა და ვეღარ აღდგება, მაგრამ აი რაღაც ნახევარ საათში შეიძლება ერთის მხრიდან დავაკვირდეთ ამ ცდელობას რაღაცა საჩუქრის გაკეთების, ანუ განულების იმ ქცევისა, რომელიც დანგრევით ემუქრება რაღაც ჩვენთვის მნიშვნელოვანს, ხო? ესეც არის დაცვითი მექანიზმი იმის გამო, რომ ანუ თავს იცავს ფსიქიკა იმითი, რომ ისიც ძალიან მწარე რეალობაა მისთვის. და ურჩევნია, რომ რაღაცა საჩუქარი იქნება თუ ქცევა იქნება რაღაც ხაზგასმით კეთილგანწყობილი, ამითი გამოისყიდოს გამოხატული ბრაზი დაუშვათ. შორის თქვენ რასაც შეღებთ ძალიან რთული ფენომენია, იმიტომ რომ რეალურად ეს გამოსყიდვის მომენტი არსებობს ეს მითი ბერძნული. ერთ-ერთი მეფე იყო, რომელსაც ყველაფერი კარგად ჰქონდა, ის კუნძულის მეფე იყო. მის სამეფოში არაფერი ცუდი არ ხდებოდა და რაღაც მომენტში დაიწყო შიში, რომ ხო არის ხომ ზოგჯერ შიში, რომ იმდენად ყველაფერი კარგად არის, რომ რაღაცა ცუდი არ მოხდეს. აი რაღაც ესეთი. და იფიქრა რა ექნა და ყველაზე ძვირფასი რაც ჰქონდა, ეს იყო რაღაც ბეჭედი. მივიდა და ზღვაში გადააგდო, ანუ შესწირა ზღვას. და ზოგჯერ არის ხოლმე, რომ აი თითქოს გამოსყიდვა, ან თითქოს ყიდვა გვინდა. ზოგ ქველმოქმედებით თუ სიკეთით, რა თქმა უნდა, სიკეთეს კი არ ვაკნინებ, მაგრამ არაცნობიერად შესაძლებელია ეს იყოს სწორედ ის, რომ მე არ დავისაჯო. ან რაღაცა არ მოხდეს. მით უმეტეს თუ რაღაც კონფლიქტია და მე ადამიანი ამას ცდილობს, რომ თუნდაც გამოსწორდეს რაღაცით და მასთან ურთიერთობა გამოასწოროს, ეს შესაძლებელი იყოს სწორედ გამოსყიდვა, რაც თავისთავად ნეგატიური არ არის. ადამიანი როცა ცდილობს, რომ თუმცა უნდა გააცნობიეროს ეს რა არის, რა მექანიზმია და როგორ მოხდა, რომ ამას აკეთებს, რისთვის აკეთებს ამას. ძალიან საინტერესოა ნამდვილად. ფანტაზია შეგვიძლია ვთქვათ კიდევ ერთ-ერთ დაცვით მექანიზმად. იუმორი, ფანტაზია. იუმორი, ხო, აი ეს უკვე ჩვენ მიუახლოვდით უკვე რაღაც მომწიფებული მექანიზმებს, რომელიც ეს რო არის მართლა იუმორმა რო არ განმოხტოს ხანდახან სიტუაცია, ძალიან ბევრი რამ სხვანაირად დასრულდებოდა, ხო? ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი დაცვითი მექანიზმი, რომელსაც ისევ და ისევ ავტომატურად მიმართავს ჩვენი ფსიქიკა უაღრესად დაძაბულ სიტუაციაში. ძალიან ინტელექტუალურია, ხო, იუმორი ყველას როგორც წესი, კი. და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე მთელ რიგ სიტუაციებში, ხო, როცა მოგვისმენა მაგალითად მეუღლისგან, რომ აი რაღაცა გამომძიებლად გადავიქეცე ამასობაში, შერლოკივით გავხდი, რაღაც ისეთებს პოულობ ჩემი ქვრივ ჯიბეებში და ლოგინის ქვეშ და ასე შემდეგ და შეუძლია რომ თავის თავზე იხუმროსავით და ესეც მოხდავს. განმოხდება, იუმორი ძალიან სერიოზული განმოხდება და არ ნიშნავს ვინც ბევრს ხუმრობს, რომ მას არ უჭირს პირიქცება ძალიან აღიქოს საკითხის, ხო? ხო, ან ვერ აღიქოს, რა თქმა უნდა არ ნიშნავს, მაგრამ ეს სწორად აღნიშნეთ, ეს არის დასრული ადამიანის და მომწიფებული ადამიანის დაცვითი მექანიზმი. აი ფანტაზიასაც შეხება სხვა შეს არის ეგეთი დიაგნოზი, daydreaming-ი ქვია. ეს არის გასვლა რეალობიდან და აი იმ რეალობაში ზოგჯერ არ არის აუცილებელი მტკივნეული იყოს რაღაცა. არასაკმარისია. არასაკმარისია და პრინცესობა უნდა მაგალითად ან რაღაცა დედოფლობა, ან უფლისწულობა, ან ჩემპიონობა და აი იმ თავის შექმნილ სამყაროში ამას ეს ახერხებს. გარკვეულ ნიჭიერების ისიც არის ნიშანი ეს მგონია რომ ფანტაზია ხო წარმოსახვედა ფანტაზია.
ადამიანს ეხმარება რა. აი რაღაც ვერ ეტევა აი ამ ბანალურ რეალობაში თითქოს და იგონებს ისეც, რომელიც უფრო საინტერესოა. ნუ მწერლობა ეგ არის, მაგრამ აქ არის რაღაცა ერთი მაგრამ. ეს შეიძლება გახდეს სახიფათო ფსიქიკისთვის იმ შემთხვევაში თუ ეს ნებისმიერი დაცვითი მექანიზმი და მათ შორის ფანტაზიას თუ გახდათ ძირითადი სტრატეგია. და თუ აქედან ვერ გამოდის ადამიანი. ამ შემთხვევაში მას უკვე სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას და თორე ისე სხვაშორის მაგაზე არის ხოლმე რომ კორიდორი უნდა გააკეთოს ადამიანმა თუ ესე არის რომ რაღაცა პირობითად 5-დან 6 საათამდე მისცეს თავის თავს უფლება რომ რაღაცა წეროს, რაღაცა იფანტაზიოს ატომაც არა. მაგრამ ამაში არ იცხოვროს მთლიანად იმიღე რომ და რეალობად არ გადაიქცეს მისთვის. რეალობაში ყოფნა, იმიტომ რომ მე აქ და ახლა არის ჯანსაღი ფსიქიკის კრიტერიუმები, ხო, როდესაც ადამიანი აცნობიერებს თავის თავს დროსა და სივრცეში. კი ბატონო. აი სუბლიმაციაც არის ესეთი ხო დასრული დაცვის მექანიზმი, რომელიც აი ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც ყველა ესეთი შემოქმედი იქნება თუ სპორტის წარმომადგენელი თუ რაღაცა ხო ეს ძირითადი ორი ენერგია რომელიც ჩვენში მოძრაობს ხო ეს რაღაც დადებით ჭრილში რეალიზებული ხდება. თუნდაც აგრესია, იცით, აგრესიის გადატანა სპორტში შესანიშნავია. რა თქმა უნდა და სასარგებლო საქმის კეთება გამოდის იმის ნაცვლად რომ დავანგრიოთ გარშემო ყველაფერი. რა თქმა უნდა სწავლაში, რა თქმა უნდა შემოქმედებაში, ეს აგრესია როგორც ასე ვთქვათ საწყავი ადამიანს სჭირდება კარგი გაგებით, იმიტომ რომ ეს ხო ენერგეტიკაა, ძალიან დიდი ენერგიაა. საით მიმართავ ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, კი. და მართლაც სუბლიმაცია არის, ესეც არის მოწიფული დაცვის მექანიზმი იუმორთან ერთად. და ალტრუიზმი ალბათ კიდე შეგვიძლია ვახსენოთ, რომ აი ეს თუნდაც ძალიან მძიმე და ცუდი გამოცდილება ჩემი შემიძლია სხვის სასარგებლოდ მივმართო და გაზიარებით, მისთვის გადაცემით ხო ეს სხვის სასიკეთოდ მიმართო ენერგიის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, იმიტომ რომ ადამიანი რომელიც გაივლის ტკივილში და ტანჯვაში, მისი რაღაცა განწმენდა და გაადამიანება ხდება და მე მას იგივე ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი მე ქმნის ფონდებს, დახმარებას, ვთქვათ, თვითონ რას დაემართა იმ დაგვარი ხალხისთვის, რომ მაქსიმალურად ასე რომ მაქსიმალურად შეეწიოს მათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან, ხო ზოგჯერ ძალიან დიდ მასშტაბს აღწევს ეს კეთილი საქმე, ხო, ალტრუიზმის სახით, როგორც მექანიზმის სახით გამოვლენილი. სხვა შორის იგივე გეშტალტში არის ერთ ესეთი დაცვითი მექანიზმი, ძალიან საინტერესო კონფლუენცია ქვია შერწყმა, როცა საზღვრები იშლება და ეს ძალიან ხშირად ემართება დამოკიდებულ და თანადამოკიდებულს, დედაშვილს, საზღვარი წაშლილია და თითქოს ერთად ჩამოიშლება ორივე, ერთად ადგება და ვერ ახერხებენ გამოდიფერენცირებას ესეც. ასევე ინტროექცია, ასევე დეფლექსია, რეფლექსია, ანუ ძალიან ბევრი სახელით გვხვდება დაცვითი მექანიზმები და სხვაშორის ინტროექციაც არის საინტერესო, იმით რომ რაღაცა შინაარსი აქვს ადამიანს გადაყლაპული, ისე რომ არ ესმის რა არის, გადაუმუშავებლად და ის არის ამოსავალი წერტილი მისთვის, ანუ რაღაცა დებულებები, რომელიც მას სინამდვილეში ერთ-ერთი მიმართულება კოგნიტურ შეცდომებს ეძახის. ანუ შეიძლება ეს დებულება ძალიან მცდარი იყოს, ან რა ვიცი, ვინ ზომავს, მაგრამ მოკლედ არაადაპტური ქცევა გქონდეს ამ ადამიანს. და ერთ-ერთი როგორ შეიძლება ეს გააცნობიეროს, აი ამდენი დაცვითი მექანიზმი ჩამოთვალეთ და კიდე ბევრია, უბრალოდ ჰუმანისტებმა გაერთიანეს ძირითადად ორში, ეს არის უარყოფა და დამახინჯება, ერთი არის უარყოფ რეალობას და მეორე ამახინჯებს სხვადასხვანაირად. და არის კიდევ ერთი სხვადასხვაშორის ეს არის ცნობიერი დათრგუნვა. როდესაც მაგალითად ადამიანი რაღაც მოთხოვნილებას თრგუნავს მაღალი ღირებულებისთვის, ეს არის არჩევანსაკეთე. ეს არის სექსუალური მოთხოვნილება, ეს არის რაღაცა სხვა ისეთი ერთგულებისთვის, ოჯახისთვის, ვთქვათ, იგივე ანუ ამას ცნობიერად აკეთებს და მისი არჩევანია.
ეს არის ერთადერთი, რომელსაც იმთავით ვეირჩევს და ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ აი როგორ ხდება ამის ამოცნობა? რა რეკომენდაციებს აძლევთ თქვენ? აი ეს მაგალითები რამდენად ეხმარება ადამიანს ამაში? იცით რა, პირველი როგორც თქვით არის ის, რომ ვიცოდეთ ამის შესახებ. რომ გქონდეს ინფორმაცია, ვიცოდეთ რომ არსებობს ასეთი რამ და ეს გვეხმარება იმაში რომ ამოვიცნოთ საკუთარი თავი და არის ელემენტარული სავარჯიშოება. ხო, იგივე ეს მართლა უნივერსალური სავარჯიშოა ჩემი აზრით მოვლენების ჩაწერა. რომ აქ და ახლა ყოფნასთან ძალიან გვაახლოვებს და ძალიან გვეხმარება იმაში რომ რეალობა აღვიქვათ. და რეალობასთან დაბრუნებაში რაც გვეხმარება, ყველაფერი დამხმარეა ამ მიმართულებით, ხო? იგივე მოვლენის ჩაწერა რა არის, რომ მე არც ფანტაზიაში წავიდე, არც რაღაცა სასურველი ან ინტროექტებით ვიხემძღვანელო, არამედ ეხლა აქ რა ხდება ჩემ გარშემო, იმის დაფიქსირება შევძლო და დავუბრუნდე ჩემ თავს, ხო? ეს იქნება დამიწების ტექნიკებით, აი იგივე ეს მოვლენის ყველაფერი არის ძალიან დამხმარე. და ერთგვარი სიმამაცე ჭირდება ადამიანს, იგივე იმ პასუხისგებლობას თუ დაუბრუნდებით, ხო, რომ პასუხისგებლობის აღება ჩვენ ქცევაზე, ჩვენ ცხოვრებაზე ცოტა გვიჭირს ადამიანებს, მაგრამ აი ამ გზით, გაცნობიერების გზით, იმითი რომ ჩვენ თავზე მივმართოთ ვექტორი, რომელიც გაუთავებლად სხვაგან გვაქვს, ხო, ამასაც მიშვეულია ადამიანი, რომ იქ უნდა შეცვალო თითქოს რაღაც, აი იმის ცხოვრებაში რაღაც არასწორად არის, თუნდაც ეს შვილი იყოს და ამაზე ძვირფასი არაფერი არ, მაინც ჩვენი თავიდან დავიწყოთ მუშაობა და მერე რაღაცნაირად ეს ხო თერაპია რა თქმა უნდა ჩვენ თავზე მუშაობა თერაპია შეიძლება სხვადასხვა სახით მიიღოს ადამიანმა ხო ეს შეიძლება დამხმარე საშუალებებიც მოვიშველიოთ და შეიძლება საკუთარ თავზე იმუშაოს ადამიანმა თვითონ აი ამ ინფორმირებით, სავარჯიშოებით ხო, უნდა იცოდეს ალბათ როგორ და თქვენი თქმის არ იყოს რას რა ქვია და რასთან გვაქვს საქმე. კარგი კითხვა, სად ვარ ახლა ამ წუთას, რა თქმა უნდა გეოგრაფიული მას არ გულისხმობ, ხო, რაღაც მისამართს და რას ვგრძნობ. და რას ვფიქრობ და სხეული რას გზნობს და სწორედ ეს მოვლენების ჩაწერა თქვენად ბრძანეთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია აი კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპიისთვის. და არა მარტო იგივე digital DBT-ისთვის და ზოგადად კოგნიტივისტები ამას მიმართავენ ამ მეთოდს, ანუ მოვლენა აღწერო მაქსიმალურად შეფასების გარეშე, ყოველგვარი ემოციური ინტერპრეტაციების გარეშე, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებას ხშირად მაგით ჩვენი დამოკიდებულებები ცვლის და არა ის რაც რეალობაა. რაღაც საშინელება მგონია და ამ დროს არ არის საშინელება, ან პირიქით, ხო? და აი მე რა დამოკიდებულება მაქვს მე. აი მაგალითად ადამიანი, როდესაც არაადეკვატურია თქვენ თავის დამბრძანეთ, შეიძლება გაოცება გამოიწვიოს, რომ მისმა ქცევამო. აი ამ შემთხვევაში რა უნდა ქნას, დაწეროს მოვლენა და დასვას კითხვები თავის ემოციაზე, თავის მოქმედებაზე, თავის ხო, თქვა. ხო და ეს აძლევს საშუალებას, რომ აი ამ მოვლენაში კი არ იყოს თვითონ რაღაცნაირად ისე რომ ვერ გამოვიდეს და გარედან ვერ შეხედოს, არამედ როგორც დამკვირვებელი ისე იყოს, რომ აი მოვლენა ეს ჩაწერა როგორც ტექნიკა არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ რა მოხდა, რა აზრი მომივიდა, ამ აზრმა რა ემოცია გამოიწვია, რა სურვილი გამიჩნდა და რა მოვიმოქმედე, ხო? აი ეს პუნქტებად ჩაშლილი მოვლენის აღწერის საშუალება არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მე დავამატებდი კიდე სხეულში რა შეგრძნებები გამიშთა, იმიტომ რომ სხვათა შორის დაბლოკილია ადამიანის ხშირად სხეული არის მთლიანად ჯავშანში და მხოლოდ ფიქრით და მარტო ფიქრია და ემოციასაც აიგნორებს, ხო? და პირდაპირ სტიმულ რეაქცია გამოდის და აი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ინტერვენციის დროს, ანუ თერაპიული ინტერვენციის დროს სხეულიზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია არსებობს, რომელიც შეიძლება ადამიანის საერთოდ ვერ საუბრობს, ვერც გამოხატავს, ვერც სახელს არქმევს, მაგრამ მისი სხეული ყველაფერი მის ხელს ყველაფერი ახსოვს და მის ხელს შეუძლია რომ ეს განმუხტვა აწარმოოს. სულთა ბიჰევიორისტული
ტექნიკებით, სხვა არტი ძალიან ეხმარება, რამდენად ხმარობთ თქვენ არტ თერაპიას. არის ჩვენთან აქტიურად არის ჩართული თერაპიაში. ძალიან ეხმარება, აი გამოხატვას, იმიტომ რომ იმასაც ვერბალურად, სიტყვიერად ვერ ამბობს ადამიანი, შეიძლება შემოქმედებაში გამოჩნდეს და გამოჩნდეს. ძალიან მნიშვნელოვანია. და ამ ადამიანებს შველა ჭირდებათ ნამდვილად ამ თანადამოკიდებულებს და ეს ალბათ პირველ რიგში თვითონ უნდა გააცნობიერონ, იმიტომ რომ მიხვიდე და უთხრა რომ შენ შველა გჭირდება. ძალიან მუშაობს. საერთოდ არ მუშაობს, უბრალოდ ისევე როგორც არ მუშაობს დამოკიდებულთან შეგონებები. და აი რამდენად იცვლება მათი ცხოვრება, აი ამ თუნდაც ამ თქვენთან შეხვედრების მერე, ამ საუბრების მერე, აი ამდენი რამის გაცნობიერების მერე, რომ თურმე ამ რაღაცა ამ რეალობაში რაშიც ვარ, შეიძლება რომ სხვა გამოსავალი ვიპოვო, სხვა რამე დავინახო, არ მქონდეს ესეთი ფიქსირებული რაღაცა განწყობა ამა თუ იმ მოვლენისადმი. და ბევრი კითხვა დავსვა მე უპასუხო. აი ეს რას ცვლის მე თქვენი გამოცდილება? ძალიან თვალსაჩინოა, აი ნამდვილად თქვენ რასაც ახლა ამბობთ, ისეთი თვალსაჩინო არის ამ გზის თვალის გადევნება შეიძლება როგორი მოდის ადამიანი. აი თუნდაც კურსი გვაქვს, ჯგუფები გვაქვს, ესეთი უფასო შეხვედრებიც გვაქვს ღია, რომელიც შეიძლება ყველასთვის იყოს, ხო? ყველა მოდის და ესწრება. ისეთი განსხვავება შეიძლება დაინახოს საწყისი და აი მე პროცესში ადამიანი როგორ იცვლება, რომ პირდაპირ ხანდახან ძალიან მიკვირს ხოლმე მე თვითონ, იმიტომ რომ მოდის როგორც წესი ძალიან ფიქსირებული პოზიციით. შეიძლება ხათრით, შეიძლება იმითი რომ ვიღაცა მურჩია, არ აქვს მაგას მნიშვნელობა. მთავარია რომ მოდის. და მე როგორ ეცვლება, როგორ კითხვებს სვავს და საკუთარ თავზე მუშაობას იწყებს, აი სწორედ წევან რაც თქვით რომ ვექტორი ბრუნდება საკუთარი თავისკენ. კი ის პრობლემა კი არ იცვლება ხო შინაარსით. ის შეიძლება ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მისი დამოკიდებულება და მისი ხედვის წერტილი იმდენად იცვლება, რომ გარემო აბსოლუტურად სხვა არის, სხვანაირად გამოიყურება, სულ სხვა იერი აქვს ხო სახეზე. ძალიან თვალსაჩინოა ხოლმე ეს ცვლილება. და რა თქმა უნდა ძნელია ახლა ესე მიტანა ყველა ადამიანამდე ამ ინფორმაციის რომ სადღაც ძნელია ნამდვილად, მაგრამ ახლა არის ძალიან ბევრი საშუალება ხო იგივე ინტერნეტში პოდკასტი იწერება, რაღაცა ნებისმიერ ასეთ მსგავს ორგანიზაციაში დაუშვათ არსებობს ხო ეს თანადამოკიდებულება არის აღიარებული უკვე როგორც დამოკიდებულების ტოლი დაავადება ხო და რა თქმა უნდა ყველა ხელმისაწვდომის საშუალებით არის ღირს ნამდვილად რომ ეს ადამიანები საკუთარ თავს დაეხმარონ. რაღაცნაირად თითქოს საკუთარ თავთან შეხვედრა დგება, რაღაცა თვალებში ჩახედო და ეს დამიწება, რაც grounding-ს რო ეძახიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა მოხვიდე აქ. ანუ დროსა და სივრცეში რაღაცნაირად მოახერხო დამიწება და აღმოაჩენ, რომ ის ყველაფერი რაც გაწუხებდა ეს იყო შენი ინტერპრეტაციები ან წარსულის რაღაც ვაი ეს არ მექნა ის არ მექნა ის რომ მექნა ასე შემდეგ რომელიც ადამიანი მიყავს უსასოობისკენ დეპრესიისკენ ან მომავლის ბაიმეს რომ მოხდეს ის რომ გარდაიცვალოს ის რომ დავკარგო ეს და ომი რომ დაიწყოს ეს და აი ამაშიც გენერალიზდება შფოთვა და აქ აღარ ხარ მე აღარ ვარ აღარ დრო მაქვს აღარ ცივცე მაქვს და გამოდის რომ არ ვცხოვრობ ეს ცხოვრება როგორიც არ უნდა იყოს ის ძალიან მშვენიერია აი აქ ამ წუთას ახლა სასარგებლოა საინტერესოა გასაოცარია ძალიან ბევრი რამე შეიძლება ადამიანმა შეიმეცნოს გაიგოს გაიზარდოს პიროვნულად და ეს არის დღეს შესაძლებელი. თუმცა ზოგს აქ და ახლა ესმის ეს წუთი, წამი, არა. აი ძალიან გავს მელოდიას, რომელიც იწყება წარსულში, დღეს გრძელდება და მომავალში მთავრდება. ეს არის ჩვენი ცხოვრება, ხო? და მარტო ერთი გერაფა ან დო არ არის ჩვენი ცხოვრება. წარსული როგორც გამოცდილება და რამდენი რამე მასწავლა ამ წარსულმა, ხო? ვინც არ უნდა ვიყო მე რა ასაკშიც არ უნდა ვიყო დღეს ვცხოვრობ და მომავალში მაქვს რწმენა იმედი და სიყვარული ეს ყველაზე ქრისტიანული და ადამიანური ტრიადა რომ მომავლის იმედი მაქვს რომ იქ რაღაცა ეს იმედი ხო ჩატვირთულია კოლექტიურ არაცნობიერში
ჩატვირთულია როგორც გამოსავალი, როგორც რაღაცა გამოხსნა და ეს სხვა შორის იგივე ხშირად მიფიქრე ამ მაგაზე, სწორედ გამოდევნის მერე 64-დან ღმერთი პირდება მათ გამომხსნელს და ეს გამომხსნელის მოლოდინი არის ზოგად საკაცობრიო მოლოდინი. ვის რა გონია ახლა ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ეს იმედი ბოლოს კვდებაო რომ ამბობენ, იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ აი დღეს ცხოვრება არის ის, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამაში თუ დაეხმარებით, ეს ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. კიდევ სხვა რა გეგმები გაქვთ, აი ვთქვათ, გარდა აი ამ კონკრეტულად იგივე დაცვით მექანიზმები იქნება თუ რაიმე ესეთი ლექციების სახით. ეს მიმდინარე ლექციებია ჩვენთან, იცით, არის მთელი რიგი საკითხები, რომელიც როგორც ინფორმაცია ითვლება, რომ აუცილებელია, რომ დამოკიდებულს ნელ-ნელა მიეწოდოს და გადამუშავებაში. და რამდენი ადამიანია ჯგუფში? ჯგუფში არის საშუალოდ 10 ადამიანი, 10-12 ადამიანი. და ეს არის მიმდინარე კურსი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს შემოუერთდეს და ეს თემები, რომელიც ტრიალებს იქ, ეს იქნება დაცვითი თავის მოტყუების მექანიზმები, დაცვითი მექანიზმები, ხო? რაღაც თვითონ თანადამოკიდებულება რა არის, საიდან წამოვიდა, ისტორიიდან დაწყებული ყველაფერი აი მიმდინარე კურსში არის განხილული. და სხვა შორის მე ძალიან მომწონს კიდე აი ეს საფეხურეობრივი მიმართება ამ დაავადების მიმართ, რომ ადამიანი პირველად თუ აცნობიერებს, რომ ის არის ავად, იღებს ამას როგორც რეალობას, კი არ გაორბის უარყოფს. აღიარებს და ითხოვს შველას და შემდგომში ის დანაშაული, ის სირცხვილი, ის ვთქვათ, ვისთვის გული უტკენია, ვის მისთვის უტკენია გული, აი ამაზე ყველაფერზე მუშაობა, ის ტყუილები, ის როგორც იცხოვრა, შესაძლებელია ადამიანი თვითონ მივიდეს იქამდე, რომ თავისნაირს დაეხმაროს. ნამდვილად, კი და ბოლოს როგორც და ხშირად მithქვამს, იცით, რომ ეს გაწვდილი ხელი, რომელიც მართლა ჭაობში მყოფ ადამიანისკენ არის გაწვდილი, იმისთვისაც კარგია, ვინც ამას აკეთებს. იმიტომ რომ ამით ინარჩუნებს ის თავის თავს. ანუ სიკეთით და სხვისი დახმარებით ხდები ადამიანი და ინარჩუნებს შენ თავს. და სწორედ ამით არის მნიშვნელოვანი მსგავსი ტიპის ცენტრები, საქმიანობა, იმიტომ რომ ეს არის სიკეთე, გარდა ყველაფრისა. საბოლოო ჯამში ნამდვილად კეთილი საქმე კეთდება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება მართლა ჭაობში გრძნობდეს თავს და ობიექტურადაც იღუპებოდეს. სამწუხაროდ რომც ვერ გრძნობდეს, ეს ჭაობია. ჭაობია ნარკოტიკი, ჭაობია ალკოჰოლი, ჭაობია იგივე გემბლი, თამაში, იგივე ვთქვათ, ნებისმიერი დამოკიდებულება, რომელიც ხდება მთავარი, პრომინენტული, დომინანტური და ყველა სხვა მოთხოვნილებას უკანწევს და ყველა სხვა შინაარსი ხდება გაუფერულებული, რა თქმა უნდა, უკვე პრობლემაა ამ ადამიანისთვის და არა მარტო მისთვის, იმიტომ რომ ის ცხოვრობს ოჯახში და აი ესეც არის, იცით, ტატამ, რომ ხშირად არის ხოლმე ოჯახიდან დამოკიდებულება, რომ ეს IP-ს რო ეძახიან იდენტიფიცირებული პაციენტი, მოვკიდეთ ხელი და წავიყვანეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი შემარცხვენელი. აი ეს იდენტიფიკაცია დარტყმას იღებს ერთ-ერთი თავის თავს, აი ეს დამოკიდებული და ამ დროს ყველა თანადამოკიდებული და ყველა მონაწილე ვართ ამ ადამიანის ამ მდგომარეობაში რომ მივიდა, მიყვანაში, მოდი ასე ვიტყვი. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ყველას გვჭირდება მკურნალობა, გაცნობიერება, გააზრება, სტრატეგიების შეცვლა და დახმარება ადამიანებს ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვჭირდება და ესეც არის, რომ არასდროს არ უნდა ჩაიკეტო. და ყოველთვის უნდა ითხოვო დახმარება. ქრისტიანობაშიც ესეა, ითხოვე და მოგეცემა, დააკაკუნე და გაგეღება გარე. და მადლობა თქვენ ასეთი კეთილი საქმიანობისთვის, მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მუშაობთ ადამიანებთან, ვისაც უჭირს ძალიან და კარგია რომ ამ სიკეთეში ხართ. მე იმას ვიტყვებ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება. დიდი მადლობა თქვენ. კიდევ მობრძანდებით ჩვენთან სხვა თემებზე სასაუბროთ.
მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო სარეაბილიტაციო ცენტრის გამოსავალი თანადამოკიდებულების სპეციალისტი ქალბატონი დატა ნიკოლაძე. კარგად ბრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.